გრიგოლ, რას ფიქრობ ირანთან დაკავშირებით? როგორ რაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს და როგორ აღიქრომა საერთოდ მონათესავე ავტორიტარული რეჟიმებისათვის აი ესეთი ამბები და რა გადამდები ეფექტები შეიძლება ქონდეს რეგიონში? რა თქმა უნდა, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ისაც ხდება ახლა ირანში არის ძალიან დიდი პარამეტრები რეგიონული მასშტაბის მოვლენა, ასე ვთქვათ. ეს არის პრეცედენტული, რა თქმა უნდა, იმიტომ ჩვენ გვახსოვს ირანში არაერთხელ პროტესტი, მაგრამ არ გვახსოვს არც ამ მასშტაბის, არც ამ ეროვნულობის, მე ვიტყოდი, ამ საერთო ეროვნულობის და არც ამ კალიბრის არაფერს გავს. თან, რა თქმა უნდა, როგორც წინაგამოსველი ამბობდა, ეს არის რეჟიმი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სულიერი გავსებები იმ რეჟიმთან, მკოცებთან, რომელიც აქ მართავს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც საქართველოსთვის. ეს არის რეჟიმი, რომელთანაც ჩვენ გვახსოვს კობახიძე პრაქტიკულად ერთ თვეში ორჯერ ჩასული. რომელსაც ეს სიყალბე არის რაღაცნაირი, რომ ვითომ ისინი ხო რელიგიურ რაღაცებს იცავენ და ესენი ხო ვითომ კონსერვატორები არიან და ეს რაღაც მოლავთან დაკავშირებული საკითხებით. კი, რა თქმა უნდა, სიყალბეც და ეს ზოგადი ღერძიც ხო, რომელსაც აი როგორც ჯობლსონს უყვარს ხოლმე ხო, ეს ბოროტების ღერძი. ქართული ოცნება არის აფილირებული ბოროტების ღერძთან საერთაშორისო ასპარეზზე, ხო, ძალიან ღიად. აი მათთან ხედავს საერთოს და ამიტომაც იყო ხო წასული ახლა სულ ბოლოს თურქმენეთში კობახიძე ამ ტიპის სახელმწიფოებთან, ხო, სადაც საუბრობდა მშვიდობაზე და ნდობაზე, მაგრამ გვერდით ედგა ავტოკრატები, რომელიც არის მშვიდობის და ნდობის ყველაზე პირველი მტრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ ის რაც ტრიალებს ზოგადად დიქტატურების თავს აი ამ ბოლო კვირებში, რა თქმა უნდა, ყველას თავისი დინამიკა აქვს და მე ძალიან შეფასება საერთოდ არ ვეთანხმები, აი მადუროს დროსაც გაკეთდა ხო მაგალითად. მე ვისაუბრებ შემდეგ ამაზეც. ხო, საერთოდ არ ვეთანხმები, აქვე ვიტყვი, მაგრამ ის რომ დიქტატორი დაემხო არის კარგი, ცხადია, ხო? მე რა დინამიკის გამო დაემხო, ეს არის ცალკე ანალიზის საკითხი, ბუნებრივია და ამავე დროს ცალკე საკითხი არის ასევე ზოგადად რა იმპლიკაციები აქვს, ხო, რა ეფექტები აქვს რომელ მომდენას ჩვენზე მაგალითად, ხო? ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ, ძალიან უყვართ ისე გადაჭრა გლობალურ დისკუსიებში, რომ თითქოს ლოს-ანჯელესში დაიბადნენ და გაიზარდნენ. კი, განზოგადებულადაც უნდა შევხედოთ, მაგრამ პირველ რიგში ალბათ საქართველოს ქვეყნის ინტერესთან დამოვიდეთ და ვენესუელაში რაც მოხდა, მე მგონი ნებისმიერ ქართველს უნდა უხაროდეს ის შედეგი. კი, თუმცა თუ ამერიკის შეერთებული შტატები აერჩიოს ძალაუფლების, როგორ ვთქვათ, გავლენების სფეროს დაყოფის თეზას, ეს არ არის ჩემთვის გასახარჯო როგორც ქართველისთვის, იმიტომ ეს არის ავტომატურად მაგას არ ნიშნავს. ავტომატურად არ ნიშნავს, თუმცა ფრაზა ჩვენი ჰემისფერო, მე მაგალითად როგორც ქართველს დიდად გულზე არ მეხატება. მე მერჩენია რომ ირანი რომელი ჰემისფეროა? ირანი რომელი ჰემისფეროა გასაგებია, მაგრამ ამერიკა რას იცავს ირანში ეგ იქნება, ხო? სკეპტიკურად უყურებ მიუხედავად ისა, რომ რამდენიმე თვის წინ ჩაერთო ამერიკა, სწორედაც ირანის. კი, ჩაერთო და ჩვენ გვახსოვს ტრამპის პირველი ნამდვილად სოლეიმანის ამბავი გვახსოვს, ხო? ყასიმ სოლეიმანის ამბავი, ტრამპი იყო სწორედ ის პრეზიდენტი, რომელმაც გაბედა და გადადგა ის ნაბიჯებს გადადგა და ყასიმ სოლეიმანი ააფეთქა, ხო, რეალურად ყველაზე გავლენიანი დასავლეთ ნახევარსფეროში დარჩენას ის ინტერესების ამ წუთას ეგეცურად თეთრს არ ვიცი, შეიძლება შეიძლება. ჯერჯერობით გამოხმაურებაც ირანზე ისეთია, თითქოს ამერიკა არის ძალიან აქტიურად ჩართული და აპირებს უფრო მეტ შემდგომ მოქმედებას. მარტივად ამერიკა გვჭირდება გლობალურ სცენაზე და ყველა ჯერს, როდესაც ამერიკა არ იყო ყოველთვის პოსტ 45 პერიოდი რო ავიღოთ, ყველა ჯერს, როდესაც ამერიკა არ იყო ძლიერად ჩართული და აი პრეზიდენტ, ასაც ქვია, ყოფი საერთაშორისო სცენაზე, ყოველთვის ამ ლუფს ავსებდა სხვა აქტორი. მე არ მინდა რომ სხვა აქტორმა შეავსოს, უკეთურმა აქტორმა შეავსოს ამერიკის მნიშვნელოვანი როლი. რამდენად ახლოს არის ირანში რეჟიმი ჩამოშლასთან? ეს დიდი კითხვაა და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ფაქტორისგან შედგება, რომელთა შორის ბევრი რამ ესე არ ვიცით და უნდა ვივარაუდოთ, მაგრამ შენი აღქმით როგორ არის? შესაძლებელია ასეთი ეპოქალურ ცვლილება ძალიან მოახლოებული იყოს? ეს რთული კითხვაა და ისეთი უმადური საქმეა ამერიკის პროგნოზი, მაგრამ კი, ნამდვილად, მაგრამ მე ვიტყოდი რომ რა ნიშნებს უნდა შევხედოთ ინდიკატორებს, ეგ არის სწორი მიდგომა პასუხი. კი, აბსოლუტურად. მე შეფასები რეალურად იქნებოდა რომ უფრო ახლოს არის ვიდრე ოდესმე ყოფილა მას მერე რაც მართავენ ამ წლების განმავლობაში. ესე ახლოს ირანის რეჟიმი კოლაფსთან არ ყოფილა არც ერთხელ პრაქტიკულად, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ჩვენ გვახსოვს გასულ წლებშიც, ხო, საკმაოდ მძლავრი საპროტესტო მუხტი და გვახსოვს გამოსვლებიც, გვახსოვს ყველა სხვა ტიპის დაპრინციპებაც რეჟიმთან, მაგრამ ამ მასშტაბის, ამ კალიბრის და ამ მნიშვნელობის საერთო ეროვნული მართლა ყველა სხვა ჯგუფს აერთებს თითქოს. მათ შორის რელიგიურ პირებსაც მთელ რიგ შემთხვევებში და ჩვენ ვნახეთ
ამის შემთხვევით, როდესაც ვთქვათ, ნულა გამოვიდა და შერისხა რეჟიმი, ანუ თავისივე კონსერვატიული რელიგიური, როგორ ვთქვათ, თეოკრატიული მათ შორის უფრო სწორედ თეოლოგიური, ვთქვათ, რიტორიკა დაუპირისპირა, ამ მასშტაბით ჩვენ არ გვახსოვს გავსი რამ, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ უფრო ახლოს არის ვიდრე ოდესმე იყო. უბრალოდ გვესმოდეს, რომ ამ რეჟიმს აქვს რეგენერაციის ძალიან დიდი გამოცდილება, ჩვევები და ასევე ძალიან საინტერესო იერარქია, აბსოლუტურად სპეციფიური ძალაუფლებრივი იერარქია და ძალაუფლების შიდა ეკონომია, ასე თუ ვიტყვით და ეს მას ხრიდა ხოლმე სხვანაირად საინტერესო, სხვანაირად ძლიერს. მაგრამ მე მგონია, რომ ეს რეჟიმი ბევრად უფრო ახლოს არის თავის დასასრულთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ანუ მათ შორის როლი ითამაშა წეგან ნახსენებმა ამერიკისა და ისრაელის დარტყმებაც. ესე საინტერესოა ბოლო წლებში რა დიდი კონფლიქტი, ომი თუ თავდასხმაც განვითარდა, პრაქტიკულად ყველა პირდაპირ ეთერში ვნახეთ უკრაინის ომის ჩათვლით და ახლა არ გვაქვს საერთოდ თითქმის ინფორმაცია ინტერნეტის სრული აღმოფხვრის პირობებში. ვენესუელას ნაწილზე მაშინ უფრო დეტალურად ვთქვა, აი ეს აღქმა ჩვენს რეგიონში იმისა, რაც ხდება სხვა ნახევარსფეროში, ხო, ნამდვილად, როგორ უნდა აღიქმებოდეს საქართველოში. ჩვენ ვლაპარაკობთ ეროვნულ ინტერესს. ამ შემთხვევაში ორგვარად განიხილება, ხო, ეს ორგვარად დაინახეს ადამიანებმა. ერთი ის, რომ აფხაზეთის ამღიარებელი კაცი ჩამოაგდეს და დაიჭირეს და საერთო ჯამში დასავლეთის მეგობრობა, ანუ დასავლეთისადმი მტრულად განწყობილი რეჟიმი ტრანსფორმაციას გადის. და მეორე მხრივ პრეცედენტი, როდესაც დიდი სახელმწიფო ხო არ ჩაითვლება ეს რუსეთისთვის, ჩვენ უშუალო ინტერესს რაც არის, რაღაც ახალი პრეცედენტის შექმნის რაღაც მოტივად. რომ რუსეთს რუსებს უყვართ ასეთ ამბებზე პასუხის გაცემა. როგორ ხედავ ამ საფრთხეს? ხო, პირველი რომ უყვართ, მეორე რომ ამერიკის მსგავსი ქვეყნების გარეშეც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ვინ მინდა ჩვენ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ უყვართ მსგავსი კაზუს ბელის შექმნა, მაგალითად რომ ფაშისტური საქართველოს დევნი და აფხაზებს, მაგალითად რომ მათი ლინგვისტური უფლებები ირღვეოდა, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად 90-იანებშიც და 2008 წელსაც ხო ის 1000 გვარი ნონსენსი, რაც კაზუს ბელით, ანუ ომის საფუძვლად იქნა არტიკულირებული რუსეთის ფაშისტური ფედერაციის მხრიდან. შესაბამისად, ხო, რა თქმა უნდა, ეს მათ გაუკეთებიათ და კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით შეიძლება გააკეთონ. ეს არის ერთი ნაწილი პასუხის. მე ამიტომ მე ვემხრობი ღირებულებებზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, ზოგადად. მე არ მიყვარს ძალიან ღიად მithქვას ბევრჯერ ტრანზაქციული საგარეო პოლიტიკა. ეს არ მგონია ყველაზე სწორი და კარგი რამ. ანუ ჩემთვის საყვარელი საგარეო პოლიტიკა არის ღირებულებებზე და ინტერნაციონალიზმზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა და ამიტომაც არის ძალიან მოცემულობაზე ვლაპარაკობთ, რომელიც ტრანზაქციულია, ხო? ტრანზაქციის ელემენტებს შეიცავს. კი, ნახეთ, პრეცედენტი, რომელიც იქმნება, შეიცავს რისკებს, მათ შორის სხვა პატარა სახელმწიფოების ჩვენთვის, ტაივანისთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასთვის, პრეცედენტებს იმისა, რომ შიშველი ძალა შეიძლება იქნას გამოყენებული დიდი ჰეგემონი სახელმწიფოს მიერ, ზოგჯერ არა მართლზომიერად. შეიძლება მადუროს დამხობა საკუთრივ იყოს ძალიან კარგი რამ და მე პირადად მადუროს დამხობა ძალიან სიამოვნებს როგორც ადამიანს იმ ყველაფრის გამო რაც მადუროს უკავშირდება, მაგრამ პრეცედენტი და საერთაშორისო სამართლის კუთხით არსებული კითხვები დგას მაინც და ეს ძალიან კარგად გააჟღერა ევროკავშირის არაერთმა ლიდერმა, ხო? ამიტომაც ამ კუთხით არის ბუნებრივია გარკვეული კითხვები, რაც მეც უნდა გავაჟღერო ცხადია. ლეგიტიმური დისკუსია ცხადია. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად, ხა ჩვენ პატარა სახელმწიფოს წარმოვადგენ და მე ჩემი სახელმწიფოს პერსპექტივიდან მაქვს, რა თქმა უნდა, ხო, ეს კითხვები და კითხვაზე იყო. დასუსტება. ეგ ცალსაღად კარგია ყოველთვის. კი. მოდი ასე დავაყენოთ საკითხი, რა უშლიდა აქამდე ხელს ამ სახელმწიფოებს რა გამოეყენებინათ ძალა, იქ სადაც ვლიდნენ რომ შეეძლოთ და ამის რესურსი ჰქონდათ. ამას შესაქმე, ხო, რუსეთს განსაკუთრებით არც არაფერი, როგორც თქვით კიდევაც, ხო, არც ჩვენთან მიმართებით. აგვისტოს ომის პრეცედენტის, ყირიმის პრეცედენტის ძალიან ბევრი მოტესტვა იყო მის მხრიდან ძალის გამოყენების. რომ არავინ შეეწინააღმდეგება თორე აგვისტოს ომიც რატო დასრულდა, იმიტომ რომ ამერიკამ გამოვლინა ნება მათ შორის, ხო, რომ დასრულებული. შემდგომი თავდასხმები მოამზადა მან და გაცილებით ფართო მასშტაბიან იმის გამო რომ არ მიიღო საკმარისი პასუხი ამაზე პრინციპში იმაში ჯდება რასაც შენაბობ რომ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ რეალობაში ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა მოცემულობა ისეთია როგორიც არის, ამერიკის შეერთებული შტატები რომელიც მზად არის ძალის გამოყენებისთვის, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ეს თავისუფლად კარგი პრეცედენტია. ჩვენნაირი ქვეყნებისთვის უფრო კარგი პრეცედენტი არის, ვიდრე ის როცა მხოლოდ რუსეთი და მსგავსი ქვეყნები არის მზად
ძალის სწორედ ამიტომ მთელი ეს ახლა ჩვენ რაც თქვით ყველამ ერთად დადის ისევ იქ თუ სად არის მზად ამერიკის შეერთებული შტატების ძალაუფლების გამოსაყენებლად ძალის საჩვენებლად, ხო? თუ ეს სხვა მხრივ აქ ვინ სორტყოლ შემთხვევაში ვემხრობით იმას აშშ იყოს ძლიერი და ძლიერად წარმოდგენილი სწორი ღირებულებების დაცვის სამსახურში ცხადია, რაშიც ის ყოფილა ისტორიულად, ყოველ შემთხვევაში უმეტესი დრო თავისი არსებობის აი სწორი ღირებულების იცავდა ერთნიშნულად. უბრალოდ კითხვა არის სად და რა დოზით დაიცავს. და ჩემთვის და ის სკეპსისის ნაწილი აქ შემოდის, ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ყველგან იყოს იმ ღირებულებების სადარაჯოზე აშშ წარმოდგენილი, სადაც ეს საჭიროა და სადაც ეს შესაძლებელია. მე ამიტომ ზოგადად მე ინტერვენციონიზმის არ მგონია გაუმართლებელი რამ, თუ სწორ რაციონალიზაციას ეფუძნება, თუ სწორ მორალურ და საერთაშორისო სამართლებრივ საფუძვლებს ემყარება, ამ შემთხვევაში არც ინტერვენცია მგონია ძალიან დიდი პრობლემა, როდესაც ხალხებს სჭირდება დახმარება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ათ უკვე ჩვენს ტყავზე ეხა ქოცები ამაზე იტყვიან ინტერვენციას ვემხრობი და ეს არ არის მოწოდება არავის ინტერვენციისადმი ქოცების მიმართ პრინციპზეა საუბარი, იმიტომ ქოცებს უკვე გვართა დასმით ყველაფერი მაინც დავაზუსტებ. მაგრამ ნახეთ, როდესაც ადამიანებს სჭირდება დახმარება საკუთარი დემოკრატიის გადარჩენაში, ზოგადად ყველა კანონის ფარგლებში და სუვერენობის პატივისცემის ფარგლებში ყველაფერი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. მე ამ პრინციპს ყოველთვის ვემხრობოდი და ვემხრობ. ამიტომ წამს ინტერნაციონალიზმის ზოგადად მომავალ 6 თვეში აი წინა შემთხვევაში ვლაპარაკობთ. თუ მოხდება გარდაქმნა ამ ქვეყნის ვენესუელას და სტაბილიზაცია, ხო? ანუ შენარჩუნებით მადუროს არა, მადუროს ვერტიკალის არა, ამის გარდაქმნის მათ შორის, მაგრამ არა ქვეყნის დაქცევისთვის. თუ ჩატარდება არჩევნები, ხო, სადაც ყველას ექნება მონაწილეობის უფლება და მოხდება ცვლილება, რომელიც არ გამოიწვევს თან მასშტაბურ პოლიტიკურ დევნას. მაგ შემთხვევაში ხო წარმატებულად ჩაითვლება. ჩემთვის ინტერვენცია. და ის ნატოვის აღარ წავა ჩინეთში და მოხმარდება ვენესუელას ძალიან მნიშვნელოვანი სხვა. ნუ ირანში ხო გამოჩნდება ხოლმე მომავალში და უკრაინაში ალბათ ყველაზე მეტად გამოჩნდება. აი ეს არის სწორედ და ძალიან კარგი საკითხი უკრაინის საკითხია და ალბათ მაგას უნდა გადავიდეთ. ასევე ტრანზიციის ხასიათიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ბრადასამალია არ არის პრობლემა არ არის, რომ ძალიან ღიად თქვა რომ ამერიკას დაუშვია კოლოსალური შეცდომები მათ შორის, ხო, ტრანზიციების დროს. მოსადეყის ამბავი მაგალითად იყო ძალიან დიდი შეცდომა, მოსადეყის დამხობა. რასაც მოყანთელი ამის იმპლიკაციებს ვუყურებთ დღემდე. ხო, ერაყშიც ბუნებრივია. ერაყშიც როგორც უკვე ყველა თვითონ ამერიკელები საუბრობენ ამაზე, ერაყში ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, მაგრამ არა მარტო შესვლა არ შესვლის კუთხით უნდა შესულიყვნენ თუ არა, არამედ შემდგომი პროცესის უმოქმედო ან არასწორი მოქმედების კუთხით, ხო? ეხლა ავღანეთშიაც ნახეთ, საერთოდაც დიდი შეცდომა მგონია, ვიტყვი ასევე ხიათ, ავღანეთიდან ინფორმით გამოსვლა, როგორც გამოვიდა აშშ, ასევე შეცდომა მგონია, მე არ მაქვს პრობლემა, რომ რაღაცა სამხარეზე არ აქვს პრობლემა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკოს. და არც რომელიმე სხვა. არც აი როგორ ტაიმინგია. რეიკანის სამელი ხობრობა. შეუძლია პრეზიდენტი ტრამპი დამეთანხმებოდა. ვარაუდობ. მაგრამ ნახეთ ის თუ როგორ წავა. ამაზეც ყველა შევთანხმდები. მერკელიც მათ შორის დიახ და მე გერმანულ მაღალი რანგის დიპლომატებთან ვილაპარაკე, რომელიც 2008 წელს მათივე თქვით იყვნენ უფრო ჯუნიორ სტაფერები, უფრო მომცრო პოზიციებზე და რომელიც ძალიან დიდ შეცდომად მიიჩნევდა, რაც მაშინ მოხდა ჩვენს მიმართ და ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ. საგარეო პოლიტიკა არ ნიშნავს მართველი რომ მაშინ ყოფილიყო საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ ნიშნავს რომ თუნდაც პარტნიორზე არ იყო როგორ ვთქვათ მეცნიერულად კრიტიკული აზრის პირიქით უნდა ვილაპარაკოთ ძალიან ღიად. მათ შორის პარტნიორთან უნდა ვილაპარაკოთ იმ შეცდომებსაც ამ სახელმწიფოებმა დაუშვეს. რის გამოც ვართ იქ სადაც დიპლომატია არ ნიშნავს რომ პრეცედენტები რასაც თვალებში უნდა ჩახედონ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად. და იმიტომ ტრანზიცია ახლა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ახლა თუ მაგალითად ახლა თუ ჰიტლერს მოაშორებდი, მაგრამ ჰიმლერს დატოვებდი, ან გერინგს, ხო? რეჟიმი არ შეიცვლებოდა. იდენტიფიკაცია თუ არ მოხდებოდა, ხო, რაც მოხდა გერმანიაში. ზუსტად, ახლა როდრიგესი არის ძალიან მარტივად მადურო კაბაში ქართულად რომ ვთქვათ, ხო, ხალხურად, ხო? ახლა მისი ვიცე-პრეზიდენტი. შეიძლება უფრო ეფექტური საქმეში, რომ ბევრად მისი ძმა არის პარლამენტის სპიკერი, თვითონ როდრიგესი ყველა იმ საქმის თანაა შემოქმედია და ხელმომწერი, რასაც მადურო ჩადიოდა, ამიტომ არაფერ უკეთესი ჩემთვის ნენსი როდრიგესი, თუცად მახსოვს ნენსი ხია, ხო, აბსოლუტურად არ არის, როგორც ასეთი, ამიტომ ტრანზიცია და ვენესუელელი ხალხისთვის ძალაუფლების გადაცემა და თავისუფალი არჩევნები სიამონები დავაძახებთ. ხო, დაწული. ზოგიერთი ისტორიული, ესე იგი, რიტმით. ხო, ამიტომაც ტრანზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი.
საკუთრებრივი და დემოკრატიული ინტერესების დაცვა და ვენესუელელი ხალხისთვის დემოკრატიული ესე იგი როგორ ვთქვათ ბერკეტის მინიჭება არის ფუნდამენტალური ძალიან დენაციფიკაცია ახსენე ხო რომ როგორც წარმატებული მაგალითი და ამერიკის ესე რომ ვთქვათ ჩართულობის მსოფლიოში ყველა წარმატებული მაგალითი არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აღორძინებული ევროპა და კომუნიზმის გადარჩენილი აღმოსავლეთ ევროპის რაღაც ნაწილი ხო იგივე თუნდაც აღმოსავლეთ არა საბერძნეთი თუნდაც და თურქეთიც მაგრამ ამასთან ერთად დებაასიზაციის ცუდი მაგალითიც არსებობს ერაყში ხო რომელიც ვეღარ მოიტანა ეს შედეგები გერმანიისთვის უფრო მარტივი ესე იგი ცუდი ელემენტების გამოცდა ვიდრე ერაყისთვის მაგრამ ნუ აი ამ ორ მაგალითით უნდა არის სახელმძღვანელო ხო ყველა შემთხვევაში ალბათ რითიც ეს ადმინისტრაცია ხელმძღვანელებს და ყოველთვის ადგილობრივი სპეციფიკით ხო იმიტომ რაც შევნახეთ შეცდომის უმეტესი ნაწილიც ერაყში ავღანეთში კიდევ უფრო განსაკუთრებით ავღანეთში პრინციპში ავღანეთი ძალიან სპეციფიკური პოლიტიკური და კულტურული ფორმა არის ხო ძალიან აუღებელი ციხესიმაგრე რატო იყო ხო მათ შორის შემდგარი სახელმწიფო აუღებელი ციხესიმაგრე რატო იყო დიდგანო იმიტომ ძალიან სპეციფიკური იყო ხო და ალბათ გეოგრაფიით ის რომ ავღანეთის შემთხვევაში ავღანეთს ერის სახელმწიფო შენებლობის სხვა ეტაპზე არის ახლა ესეც არის რაღაც არაპოლიტიკო კორექტული რო თქვა ხო სხვანაირად იმართება ძალაუფლება სხვა რამეს ქვია ძალაუფლება და სხვა რამე აკავშირებთ ადამიანებთან ასე რომ ძალიან ხშირად ასლავურ იმპერიალიზმს არ ქონდა იმის გააზრება თუ რასთან ქონდა შეხება ადგილზე ხო ეკონომიკურ პროექტად აღიქვამდა ხოლმე ძალიან ხშირად ხო განსაკუთრებით ახლა ამ სივრცეებს რომელიც ვახსენეთ და ჩვენ გვახსოვს თელეგრამი მაგალითად როდესაც ტრაიბალიზმის ტომობრივი დაყოფის გათვალისწინების გარეშე უბრალოდ ვიღაცამ გავლო ფარგლით პარიზში ლონდონში თქვათ რაღაც ზოლი ხო? აი სწორედ ამაზე მქონდა საუბარი მათ შორის დიახ რომ როდესაც მართლა გაიხაზა პირდაპირ ეს აღარ უნდა მოხდეს თანამედროვე ეპოქაში უნდა მოხდეს ადგილობრივი ეთნიური პოლიტიკური სოციოკულტურული და დემოკრატიული კონტექსტის გათვალისწინება და მათ შორის თვითმმართველობის იმ წესების გათვალისწინება რაც ამ ქვეყნებში არის ხოლმე ტრანზიცია სხვანაირად შეუძლებელი იქნება იმიტომ რომ რაც არ მოდის ორგანულად ქვევიდან ზევით ის არასოდეს აბსოლუტურად არასოდეს ისტორიაში არ იმუშავებს და ეს მაგალითად ჩვენ გვინახავს ჩვენ შემთხვევაშიც ხო ძალიან ხშირად საქართველოს ისტორიაში როდესაც ხალხიდან წამოსული იმპულსები მუშაობს ყველაზე კარგად საბოლოო ჯამში კი ნახოთ აი მაგ ძალიან საინტერესო იქნება და მეორე ამის გადაწყვეტს მათ შორის რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც ის რა მოხდება ვენესუელაში უკრაინის ნაწილზეც გვინდოდა ხო საუბარი? პატარა ამბავსაც წავიკითხავ ახლა ბათუმელები მაქვს გახსნილი. უკრაინის შეერაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვამ კასპიის ზღვაში ლუკოილის სამსაბურღ პლატფორმას დაარტყაო საოკუპაციო არმიის ხარდასაჭერად გამოიყენებაო ეს ობიექტებიო გენშტაბის ცნობით. საინტერესოა სანავთობომ განვითარებებიც ბევრი მიმართულებით, მათ შორის წეგნეს ვახსენეთ, სად მიდიოდა ვენესუელადან ნავთობი, რომელზეც ასევე ლოს-ანჯელესში ბევრს ნერვიულობენ და ზოგჯერ თბილისშიც. უკრაინის ნაწილზე რო გადავიდეთ, ვიცით რომ ევროპაში წინსვარი კოალიციის მიმართულებით იყო დეკლარაციაც რომ არიან მზად საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რომ განათავსონ ჯარების ზავის შემთხვევაში, მაგრამ ზავსპირი არ უჩანს, პირიქით ესკალაცია გააკეთა ვითარების რუსეთმა და ამას შეიძლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უპასუხოს გამკაცრებული სანქციებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, ვინ გამოჩნდება ჩამშრელად ხო, მათ შორის ამ სამშვიდობო პროცესის და ამ წუთას ეს ესკალაცია პუტინის მცდელობებს ხელს ნამდვილად არ უწყობს, რომელიც ტრამპს უმტკიცებს, რომ ეს მშვიდობისკენ არის მოწოდებული. რა შეიძლება ველოდოთ და რამდენად შეიძლება გამოიკვეთოს ახლო მომავალში საერთოდ სურათი ამ წუთას, რომ ახლო მომავალში ზავის მოლოდინი არ არის, ხა ეს რეალური მოცემულობა. მე ვფიქრობ თავარი აქ არის სწორედ ისაც თქვენ აღნიშნავთ ძალიან სწორად, თუ ვისი პასუხისგებლობა არის მშვიდობის ვერ შედგომა, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს გონია ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კონკრეტული ისტორიული მომენტისთვის და ეს არის თალსახად პუტინი. ზელენსკი ამ კუთხით თამაშობს ბევრად უფრო გონივრულად. ის ისეთ რაღაცებსაც კი დათანხმდა, რაც ერთი შეხედვით გარედან არ უნდა ყოფილიყო საერთოდ მისაღები ანგასახარი უკრაინელი პრეზიდენტისთვის, მაგრამ მას ამავე დროს აქვს როგორც ჩანს და როგორც ჟურნალს კიდევაც ინფორმაცია, ძალიან მყარი გარანტიების შესაძლო გარანტიების როგორც ვთქვათ, ფლობის განცდა, ხო, გარანტიები ჯერ არსებობს. ამიტომ დიახ, მისი მიზანი არის ისეთი ტიპის გარანტიებით ამ ომის დასრულება, რაც პრაქტიკულად იდეალურ შემთხვევაში შემდგომ ომს გახდის შეუძლებელი
მისამართებელს უკრაინის წინააღმდეგ და ერთხელ და სამუდამოდ გაიყვანს უკრაინას აი ნაცრისფერი კონტინგენტურობის ზონიდან, რაშიც ის არის ჩვენი არ იყოს სამწუხაროდ ისტორიულად მოქცეული. მე ვფიქრობ, რომ ევროპული კავშირი არის ისტორიულ პროცესში, რომელიც დამთავრდება ახალი ევროკავშირით. ეს დროში გაწელილი პროცესია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისტორიულად ჩვენ ამას მივიღებთ ამ წლების შედეგად და აი ამ წლების ერთ-ერთი იმპლიკაცია იქნება საერთოდ განსხვავებული ევროპული კავშირი, ახალი უსაფრთხოების ხედვით, უფრო მეტი გეოპოლიტიკური მდგენელით. უბრალოდ აი კიდევ ერთხელ მახსენდება და ეხლაც როცა ჩვენ საუბარს გადავავლეთ თვალი, აი ამ ყველაფერში როგორ თავზარ დამცემად გამქრალია საქართველო, ხო? აბსოლუტურად, აი მე მოვიხილეთ ამ ხლა ტექტონური ძვრები რეგიონში, ამ წამს არ გვიხსენებ, მაგრამ აქვე არის სამხრეთ კავკასიის კონტექსტი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანში ვხედავთ როგორი საინტერესო რაღაცები ხდება, ზოგადად ეს ღერძი ირღვევა, ეს ანტიქართულ რუსული ღერძი, ისტორიულად ანტიქართული ღერძი, თუმცა იმიტომ რომ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს აღიარებდა, ერთი იქამდე ჩამოვარდა, ბუნებრივია, სირიაში, ასადის რეჟიმი, მაგრამ აი ასადის რეჟიმის გვახსენებს, მოხდა აფხაზეთის აღიარების გაწევა? არ მომხდარა. რაიმე სახის ძვრა გვაქვს? არა. პირიქით სამწუხაროდ ნახეთ ისე ჯერჯერობით ის რეჟიმი აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს დაბადების დღეს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ჩვენთან კავშირში მყოფი სიახლე, სამწუხაროდ, ხო? საქართველოს სახელმწიფო არ აკეთებს არაფერს. რა თქმა უნდა, არაფერს. პირიქით საპირისპირო საკეთებდა, სად ეძებდა მოკავშირეებს? ახლა ირანზე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ. აშხაბადში, სადაც პირიქით, მაგრამ ირანში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი რამე იყო. ჰეზბოლას და ჰამასის გვერდით დადგომა ღირებულებითი განაცხადი იყო, რაც გამყარდა აშხაბადში, იმიტომ ეს კოლექტიური გეოპოლიტიკური აშხაბადი ხო ეგ არის, არა? ირანის და სხვა მსგავსი ავტოკრატიების ღირებულებითი ღერძი და აი იქ სურს კობახიძის რეჟიმს ჩვენი ყოფნა და არა იქ სადაც არის ნამდვილი მშვიდობა, ნამდვილი უსაფრთხოება, მეტი ვაჭრობის შანსები და მეტი სიმდიდრის შანსები, რაც გვინდა ჩვენ ქართული ხალხისთვის.